მოგესალმებით, მე ვარ ალექსა, ახალი ვიდეო გაკვეთილი და ამ ვიდეო გაკვეთილში გადავწყვიტე მესწავლებინებ თქვენთვის როგორ უნდა გავააქტიუროთ DreamScene Windows 7-ზე. თუ რა არის DreamScene, გეტყვით რომ ეს არის პატარა და მარტივი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც Windows 7-ის დესკტოპზე შეძლებთ დააყენოთ წამულო ფაილის ვიდეოები, თქვენთვის ასურველი ვიდეო. მოკლედ, ბევრ ახსნას აღარ დავიწყებ, შევუდგეთ საქმეს და დროდადრო მივხვდებით თუ რა არის ეს. რა თქმა უნდა, ამ ვიდეო გაკვეთილს მოვაყოლებ მე აი ამ პატარა პროგრამას. რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავუშვათ იგი აუცილებლად ადმინისტრატორის სახელით და როდესაც ამას ამოაგდებ, თქვენ ჩემთან უკვე ენაბლებია DreamScene, თქვენ მისცემთ enable, დაგილოგოთ იგი კომპიუტერს და შემდეგ რასაც გააკეთებთ, გადმოიწერთ თქვენთვის ასურველ წამულო ფაილის ვიდეოს, ამისთვის შეგიძლიათ შეხვიდეთ dreamscene.org და აი აქ განყოფილებაში DreamScene-ს ნახავთ თქვენ ბევრ ვიდეოს კატეგორიების მიხედვით, აი მაგალითად მივხვდეთ კომპიუტერ Mystic and Fantasy და აი ნახავთ რომ არის აქ ვიდეოები, მისცემთ download, აქაც download და იგი უბრალოდ დაიწყებს გადმოწერას. მე უკვე გადმოწერილი და უბრალოდ იმისთვის რომ გაჩვენოთ როგორ ყენდება ეს ყველაფერი, გავაკეთებ ამ ვიდეოს დემონსტრაციას. აი როგორც მიიტანთ აქ წერია set as desktop background და ნახავთ რომ დესკტოპზე იქნება ანიმაციური სურათი, ანუ ვიდეო შეიძლება დააყენოთ დესკტოპზე. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო გაკვეთილი. მინდა გითხრათ რომ ეს არის ექსკლუზივი ვიდეო გაკვეთილი და გთხოვთ არ მოიპაროთ, ან მოიპაროთ მივხვდეთ წყარო. მოკლედ, დიდი მადლობა ყურებისთვის.